საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 11 ეროვნულ პარკს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა საქართველოს-თურქეთის საზღვართან მდებარე მაჭახელას ეროვნული პარკია. დღევანდელი ჩვენი მოგზაურობა კი სწორედ ამ პარკს უკავშირდება. ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ეს ტერიტორია, რომელიც 8733 ჰექტარ სითბოს ეროვნულ პარკად 2012 წელს გამოცხადდა. ის უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შენარჩუნების, ეკოლოგიური უსაფრთხოების, კოლხური ტყეების გრძელვადიანი დაცვის და ბუნებრივ გარემოში ტურისტული საქმიანობის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა. პარკის ტერიტორიაზე 3 მარტივი საავტომობილო გზასთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი ფუნქციონირებს, აქედან ერთ-ერთს მთავარანგელოზის მთაზე მივყავართ, საიდანაც ხეობის ულამაზესი ხედები იშლება. მთავარანგელოზის ბილიკი 8 კილომეტრის სიგრძისაა. გზად მრავლად არის საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები. ჩვენ ახლა მთავარანგელოზის მთაზე ვიმყოფებით, საიდანაც როგორც რეინჯერებმა გვითხრეს, ხელისგულივით მოსჩანს აი იქით მხარეს ბათუმი და მდინარე ჭოროხი, თუ როგორ უერთდება ზღვა. სამწუხაროდ არ გაგვიმართლა, რადგან ნისლით ჩამოწვა და ამ ხედს ვერ დავინახავთ, თუმცა გეტყვით, რომ სამომავლოდ მაჭახელას პარკის ინიციატივით აქ მოეწყობა 15 მეტრიანი გადასახადი პლატფორმა. ჩვენ არ გაგვიმართლა, თუმცა თქვენ შესაძლებელია აი ამ ხედის თვითმხილველები გახდეთ. ტერიტორიაზე ჯერჯერობით სამარსებულ ბილიკს შორის ქოქოლეთის ბილიკი ყველაზე გრძელი ბილიკია. ის 15 კილომეტრს ითვლის და დანარჩენი 2 ბილიკისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო დაბურულია, რადგან პარკის ამ ნაწილში ტყე ყველაზე კარგად არის შემონახული. ქოქოლეთის ბილიკს იმ წერტილამდე მოვყავართ, საიდანაც საქართველო უკვე ესაზღვრება თურქეთს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ზემო მაჭახელას, რომელშიც შედის 6 სოფელი და სამწუხაროდ ის საქართველოს ტერიტორიას აღარ ეკუთვნის. მაჭახელას ხეობა და ზოგადად პარკის ტერიტორია ენდემური და რელიქტური სახეობების იშვიათი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს კოლხური ტიპის შერეულ ფოთლოვან ტყეებს, წიფლის დომინირებით. მერქნიანი სახეობებიდან 13 შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. ტერიტორია ასევე მდიდარია ფაუნის თვალსაზრისითაც. ფოთოხაფანგები ძალიან გვიადვილებს და რეინჯერებს უადვილებს მუშაობას. ფოთოხაფანგების მეშვეობით ხდება არსებული ეროვნულ პარკში არსებული ცხოველების, ასე ვთქვათ, მონიტორინგი. წელს დავაფიქსირეთ და შარშარად დავაფიქსირეთ წითელი ნუსხით დაცული ცხოველი, ეს არის არჩვი. ამავდროულად დავაფიქსირეთ შარშარად და წელსაც ხათაშორის ფოცხვერი, რომელიც საოცრება იყო და სხვადასხვა ცხოველები. ეროვნული პარკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც დაცული ტერიტორიების და რეგიონების მოსახლეობის ეკონომიურ შემოსავლის ზრდას უწყობს ხელს. ძირითადად ვიზიტორები ინფორმაციას ღებულობენ Facebook-ით, ასევე დაცული ტერიტორიების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით. როცა წელს მაგალითად იანვრიდან დღემდე, მაისის ჩათვლით, დაახლოებით 500-მდე ვიზიტორი მოვიდა. ძირითადი მასა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შევიდა, ნაწილი კიდე სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე ის ისტორიული მხარეების დასათვალიერებლად და რა ვიცი, ბევრ რაღაცებს ვთავაზობთ და ინტენსიურად ხდება ვიზიტორების შემოსვლაც. მესამე, ჩანჩქერების ბილიკს, რომელიც 7 კილომეტრს ითვლის, საშუალებას გვაძლევს ვნახოთ 6 პატარა და 1 დიდი ჩანჩქერი, რომელსაც პარკის თანამშრომლებმა ტყუპი ჩანჩქერი დაარქვეს. მიკროფონი გამორთულია.
სამწუხაროდ დღევანდელი ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა, გარდა იმისა, რომ დღეს თელ დღის განმავლობაში მაჭახელას ეროვნული პარკის შთამბეჭდავი ხედებით ვტკბებოდით, იყო წვიმა, ღრუბელი, ნისლი და ახლა როგორც ხედავთ გაწვიმდა. აქ აქტიური ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდებოდა. თქვენ სულ რაღაც 5 თვე გაქვთ იმისთვის, რომ აი ამ მწვანე 4-ში ერთხელ მაინც იმოგზაუროთ.